და მაგას გავაქცევებ. როგორ თქვი? თქვენ მისაოცება ვართ. არა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ეს ნებისმიერ საჩუქარი გამოიყურებოდეს ძალიან ემოციურად, რასაც ვახერხებ ჩვენი სასაჩუქრე კუთებით, ჩვენი მისაოცი ბარათებით, სადაც შევძლიათ მომხმარებელს ადამიანებს გადაიტანოთ თავიანთი ემოციების სიტყვიერად და რა თქმა უნდა მოქმედებაში ამ საჩუქრების ფორმით. ჩვენ ძირითადად მომხმარებლები ძალიან დიდი პროცენტი ეს არის დაახლოებით 20. და ვინ არიან უფრო თქვენი მომხმარებლები? რა საქმეა გათვლილი? თუ ყველა ერთნაირად პროცენტულად თუ დაგიტყვიოთ ეს მაჩვენებლები, რომ უფრო ახალგაზრდები ინტერესდებიან თუ ანუ ისეთ როგორ არის ჩვენთან საქართველოში ანუ ძალიან ზუსტ ტენდენცია ზოგადად ანუ ჩვენ ძალიან დიდი მისია დაგვეკისრა იმიტომ რომ საქართველოში ადამიანები ერთმანეთს რაღაცებს არ შუქნიან ზოგადად ანუ შუქნით მარტო დავადების დღეებზე, ახალ წლებზე და დღესასწაულებზე მარტივად რო ვთქვა. აქედან გამომდინარე ჩვენ დაგვეკისრა მისია რომ ადამიანებს ვასწავლოთ შუქების კულტურა ანუ ყოველდღიური ჩემშულს ყოველ დღე აბსოლუტურად როდესაც აქ ყვავილებზე ძალიან ბევრი შეკვეთა გვაქვს და ყოველთვის ბევრი ყვავილი გვაქვს. აუცილებლად ყოველ დღე უკეთებდი რაღაც სხვადასხვანაირ ფორმის კუთებში ამ ყვავილებს და ვშუქნიდი, იმიტომ რომ ანუ და მე მის ემოციებს ვიდეოთი ვიმახსოვრ წერდი ასე ვთქვათ, ვეჭდავდი. აქედან გამომდინარე ჩვენ გვინდა რომ ადამიანებმა ერთმანეთს აჩუქონ ძალიან ხშირად, გაუცვალონ, გაუზიარონ დადებითი ემოციები და ჩვენ მომხმარებელი იდეაში არის ყველა ასაკის და ნებისმიერ სქესის წარმომადგენელი. უბრალოდ ანუ თუ დააკვირდებით სიყვარულის დღეს ძირითადად ბიჭები ჩუქნიან გოგოებს და ვალდებულებმა და მე ამასაც წუხან რომ ძალიან ბევრი ფული დახარჯეს. როგორც მამის დღეს არავინ მამის დღესაც არავის არ ჩუქნის მამებს. აქედან ანუ ჩვენთან ნებისმიერ ქართულ საიტზე და არა მარტო ქართულ საიტზე რომელიც რაღაც e-commerce-თან უკავშირდება, ვთქვათ, არის online shop-ი, ფასდაკლების საიტი, თუ ასე შემდეგ, ანუ 80-70% იუზერების მომხმარებლების არის ქალები და ეს არის ნორმალური. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ მივახციეთ ძალიან მაგარ შედეგს, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან კაცები უფრო ხშირად ჩუქნიან საჩუქრებს ვიდრე ქალები, ჩვენთან არის 50-60% მომხმარებლის მამაკაცები, დანარჩენი არიან ქალები. ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს დაახლოებით 23% უცხოეთიდან, რომლებშიც გამოგვიწვიეთ ნდობა და ძალიან მარტივად შეუძლიათ, რომ დაგეკონდა შეგვიკვეთონ ან მოგწერონ ონლაინ ჩატში და შეგვიკვეთონ ტორტი, ბუშტები, სერენადა და ასე შემდეგ და ზუსტად ისე მათ რომ ჩვენ ამას შევასრულებთ ძალიან მაგრად. ანუ არ არის საოცრად რომ მომხმარებელს შეხვდე იმისთვის. არა, რა თქმა უნდა, მომხმარებელს ჩვენ თვითონ გარდა იმ შემთხვევებისა თუ რაღაც ერთად სურვილს არ უწყობთ, მომხმარებელს ჩვენ არ ვხვდებით. გვაქვს ძალიან მაგარი სერვისი, რომ შეუძლია და ძალიან ხშირად იყენებენ ამას ახალგაზრდა ბიჭები განსაკუთრებით, რომ უგზავნიან თავიანთ რჩეულებს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საჩუქრებს და ზოგი რჩება ინკოგნიტოდ და ჩვენ ძალიან გვიხარია ეს, როდესაც ჩვენ წყალობთ ვიღაცებს ასე ვთქვათ, უამაზებს ცხოვრებას და ადამიანები, რომლებიც გვენდობიან ჩვენ მაქსიმალურად იციან, რომ ჩვენ ვიქნებით კონფიდენციალურები მათთან ურთიერთობაში და ყველაფერს შევასრულებთ ზედმეტად.